დიდი მადლობა. გადავიდეთ პირველ საკითხზე. ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე შეგახსენებთ, რომ დღეს არა პრინციპის დონეზე, არამედ მუხლობრივი განხილვა გვაქვს შესაბამისად მუხლებთან დაკავშირებული კითხვები და შენიშვნები თუ გაქვთ, შეგიძლიათ რომ წარმოადგინოთ. ბატონ ზვიად, გთხოვთ დავიწყოთ მუხლობრივი განხილვა ზოგადი განათლების შეგვიძლია დავიწყოთ მუხლობრივად. მადლობა. კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი პირველი პუნქტი პირველი. ცვლილება არ განხორციელებულა. მეორე პუნქტი. არ განხორციელებულა. მესამე პუნქტი. არ განხორციელებულა. მეოთხე პუნქტი. არ განხორციელებულა. მეხუთე პუნქტი. არ განხორციელებულა. მეექვსე პუნქტი. ასევე არ განხორციელებულა. მეშვიდე პუნქტი. მეშვიდე პუნქტთან დაგდიახ, გესმით ბატონო. მადლობა. კითხვა მაქვს ბატონ ზიად, ჩვენ ფაქტობრივად პირველი მოსმენით უკვე მივიღეთ და ეს იმას ნიშნავს, რომ 2028 წლიდან ჩვენ საბოლოოდ გადავალთ ასე ვთქვათ 11 კლასზე. ეს ეხება საჯარო სკოლებს, თუმცა მაგალითად თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი ლიცეუმი, რომელიც ასევე აცხადებს და მიიღებას მე-9 კლასიდან. მე-9 კლასიდან დაიწყებს მიიღებას დაუშვა თუ მე-8 კლასიდან დაიწყებს. მათაც ექნებათ მე-12 კლასის საჭიროება და იქაც არჩევით იქნება თუ საერთოდ არ იქნება. ამ საკითხზე თუ გქონიათ კომუნიკაცია თავდაცვის სამინისტროსთან და როგორ გადავწყვიტოთ ეს საკითხი, თქვენი მოსაზრება და კი, თავდაცვის სამინისტროს აქვს მოსაზრება, რომ იყოს ძალიან მკვეთრი ნათელი ჩანაწერი იმასთან დაკავშირებით, რომ მე-12 კლასთან დაკავშირებით იქნება დახურული, ანუ 11 კლასი მათთვის სავსებით საკმარისია, შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ნორმატიულ აქტში ნებაყოფლობითია მე-12 კლასი და მხოლოდ წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე უნდა იყოს, თავდაცვის სამინისტროს აქვს მოსაზრება, რომ მათი, ვთქვათ, სპეციფიკური პროგრამებიდან გამომდინარე, ჯობია, რომ მე-12 კლასთან დაკავშირებით იყოს კონკრეტული ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც მე-12 კლასი წინასწარი რეგისტრაციის გარეშე უბრალოდ არ დაჭირდება გახსნა. ამიტომ მე-11 კლასზე იქნება ჩაკეტილი. ანუ რეალურად ახლა 9 კლასს დამთავრებული, ხო? მიდის ლიცეუმში, სწავლობს მე-9, მე-12 კლასს, ანუ მე-10, მე-11, მე-12, ანუ 3 წელი, ახლაც ისწავლის ისევ 3 წელს. ხო? და ნაცვლად მე-9 კლასის მერე შეეძლებათ უკვე მე-8 კლასი და როგორც თქვენ საფეხურები გადაანაწილეთ, უკვე საბაზოს მერე წავიდეს და გააგრძელოს სწავლა, მაგრამ იქაც სრულფასოვნად 3 წელს ისწავლის. ხო, არაფერი არც ერთი საგანი, არც ერთი დღე და საათი და გაკვეთილი არის თქვა და სასწავლო პროგრამას არ დააკეთებ. მე-9 შემდეგ. მე-9 შემდეგ მიდიან ახლა, მაგრამ შემდგომ იქნება უკვე მე-8 შემდგომ, ხო? მადლობა. არა. მე-9, მე-11 საუბარია მე-12 კლასის, მოგიხსენებათ, რომ ახალი რეფორმის მიხედვით მე-12 კლასი ემატება როგორც ნებაყოფლობითი და მე-12 კლასი გაიხსნება სხვა შემთხვევებში იმ დროს თუ წინასწარი რეგისტრაციები იქნება გათვალისწინებული და შესაბამისად ამ მიმართულებით გვინდა შესაბამისულების გაკეთება, რომ მკვეთრი ჩანაწერი იყოს იმისათვის, რომ მე-12 ჩანაწერიც გვაქვს პრინციპში გაკეთებული, მე-12 კლასი არ იყოს რეგისტრაციის ნაწილში ლიცეუმთან მიმართებაში. ეს საკითხი. პირველი იმის საკითხი მაშინ გამორჩა მე ბატონ ზიანმა დამიზუსტა, ეს ძალიან კარგად დამიზუსტა. საქართველოში მე და ბატონო გიორგის ბერჯე გვაქვს ნალაპარაკები, ჩვენ გვაქვს პატივი ერთმანეთს როგორც ოჯახის წევრები და არა მარტო პარტიის წევრები ვიყოთ ერთმანეთთან. დიდი საზღვარი აქვს. საქართველოში გრამატიკა, ვამაყობთ ქართული გრამატიკით. ურთულესი გრამატიკის სკოლაში არის სწავლება დამოუკიდებელ საგნად. ბატონ ზიად, ვიცი რომ თქვენი მზაობა ამისთვის იყო, გივის მზაობაც არის და იქნებ კადრიც ყავს ჯერ შერჩენილი, ვინც ქართული ლაპარაკი იცის, ვისაც არ ეშლება ქართულ ენასთან ურთიერთობა, ან ბანს პატივსებს და ქართულად აზროვნებს, ქართულად ფიქრობს მომავალზე და კარგად თარგმნის ნავის ნააზრევს სხვა ენაზე და სხვის ნააზრევსაც ქართულ ენაზე. ამიტომ განსხვავდება ეთნოკულტურებში ეს გენიალური ერი, თავისი ყველა წინამორბედით. სკოლაში უნდა ისწავლებოდეს ქართული გრამატიკა. ფუნდამენტალურად. და არა მარტო. ძალიან დიდი პატივისცემით და ბოდიშის მოხდით მუხლობრივად. ვიცი, იმიტომ არა ეს ხა რადგან ახლა მე ბოდიში მოვიხადე ამისოთვის. გასაგებია. კარგი, ის საკითხი, რაც ბატონმა ლადო ბოჟაძემ დააყენა, შედის ასევე მე-4 პუნქტის ნაწილშიც, ხო? კი ბატონო. და ასევე მე-8 პუნქტში. თავდაცვის საკითხი. ანუ მე-4 პუნქტი მითითებულია, რომ თავდაცვის სამინისტრო ახორციელებს ამ პროგრამას და შემდეგ არის უკვე ის დაზუსტება კონკრეტული მუხლობრივად შესაბამისად გავითვალისწინებთ.
ანუ ამ ჩანაწერით კიდევ ერთხელ დავაზუსტოთ საზოგადოებისათვის მე-12 კლასის სხვა სკოლების შემთხვევაში თუ არის ნებაყოფლობითი და წინასწარი რეგისტრაციის შესაბამისად თავდაცვის ლიცეუმში გამომდინარე მათი საჭიროებებიდან და შესაბამისი საკითხებიდან არ არის მე-12 კლასი აღარ იქნება და გეპუნქტის სახით დაემატება ახორციელებს ზოგადი განათლების საბაზო მე-9 კლასიდან და საშუალო გარდა მე-12 კლასისა საფეხურების სწავლებას. კი ბატონო, ეს არის გასაგებია. ტექნიკური ხასიათი. კარგით, გადავიდეთ მე-9 პუნქტზე. მე-9 პუნქტზე ცვლილებები არ აქვს. მე-9-ზე არ გვაქვს ცვლილებები. მე-10-ზე. მე-10-თან დაკავშირებით ბატონი გიორგის ქონდა გუშინ მოსაზრება, ლაპარაკია მასწავლებელთა ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულების თანამშრომელზე მოსწავლის მიმართ ძალადობასთან დაკავშირებულ საკითხზე. ბატონმა გიორგი მითხოვა, რომ უფრო მეტად დაგვეზუსტებინა და ჩაშლა მოგვეხდინა კონკრეტული ქმედებებთან დამოკიდებულებაში, რა დისციპლინური მიმართულება შეიძლება ყოფილიყო. სანქცირება შესაბამისად გუშინ ქონდა ამაზე სამინისტროშიც მსჯელობა. ვფიქრობთ, რომ კარგი იქნება თუ დელეგირება იქნება სამინისტროზე გაკეთებული იმისათვის, რომ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით ზუსტად გავწეროთ დეტალებში და ამ ნორმატიულ აქტში არ იყოს რაღაც კონკრეტული ქმედებები დაფიქსირებული, გაცილებით უფრო ეფექტური იქნება, ამავე დროს მონიტორინგის ნაწილიც უფრო ადვილი იქნება, დავაკვირდებით როგორ იქნება პრაქტიკაში ეს ნაწილები და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის ცვლილებებსაც უფრო ინტენსიურად განვახორციელებთ. ამიტომ თქვენ იცით რაზეა ლაპარაკი სამწლიან შეზღუდვასთან დაკავშირებით, არის ძალიან სენსიტიური თემა, ასევე გეტყვით, რომ აქ არ არის საუბარი სისხლის სამართლებრივ საკითხებზე, შესაბამისად ვფიქრობთ, რომ უფრო სწორი мотивация იქნება თუ სამინისტროზე იქნება მსგავსი ტიპის დელეგირება, ჩვენ ამას მოვამზადებთ და საჭიროების შემთხვევაში რა თქმა უნდა გაგიზიარებთ. კი ბატონო. მოგესალმებით, მნიშვნელოვანია ამ ინიციატივის გაზიარება, მაშინ ეს 3 წელი მთლიანად ამოვიღოთ, როგორც წელი და დელეგირება გავაკეთოთ სამინისტროზე, კარგი იქნება და უფრო განისაზღვრება, ვის შეზღუდება ერთი აღდგენა სკოლაში ან ზოგადად დაბრუნება იგივე სკოლაში ან სხვა სკოლაში მუშაობის დაწყება. მადლობა გათვალისწინებისთვის. და მე აქვე ვიტყვი, რომ ცნებული იქნება. და მე ერთხელ ვიტყვი, თუ არის ზოგჯერ ისეთი მიზეზი გაიყვანენ სკოლიდან პედაგოგს, ეს ურთულესია სკოლიდან როგორც შეიძლება მასწავლებელი, რომელიც ამ უანგაროდ უნდა გადასცემდეს თავის მომავალს, თავმომავალს, ვისი შვილიც არ უნდა იყოს, რომ იმისი საერთო სკოლაში დაბრუნება კი არა, საგანმანათლებლო სისტემისგან მიკარება არ შეიძლება. ეს ადამიანის ტვინია, ფსიქოლოგია, რომელიც არ იცვლება. და იმას ვერ როგორც რეციდიულია, აი ადამიანი ერთხელ ორი არის იმას. ამიტომ ეს ძალიან საფრთხილო თემაა. ამიტომ ყოველთვის იმუშავებს აქ პროტექციონიზმი. და პროტექციონიზმი საქართველოში კი არის ისეთი სცენი, რომელსაც ვერ ამორძიკო ვერცერთი სფეროდან. კი ბატონო, გეთანხმებით, ასევე თუ სწორად მახსოვს, ომბუდსმენსაც ჰქონდა ამასთან დაკავშირებით რეკომენდაციები და იქიდან გამომდინარე წარვადგინეთ, მაგრამ ჯობია რომ ესეთი კანონქვემდებარე აქტი ზუსტად გავწეროთ. ესე იგი 3 წელი აქედან ამოვა ამ ჩანაწერიდან და ზოგადი ჩანაწერი იქნება, რომ სამინისტრო განახორციელებს კანონქვემდებარე აქტით. გარკვეული ვადაც რომ ავიღოთ ამ ჩანაწერის მომზადებაზე და ასევე კომიტეტის აპარატთან რომ იყოს შეთანხმებული. დიდი მადლობა. მე-11 პუნქტი. ცვლილება არ არის. მე-12 პუნქტი. არ განხორციელებულა. მე-13 პუნქტი. არ განხორციელებულა. მეორე მუხლი. აქ ვადასთან დაკავშირებით ქონდა გუშინ შენიშნა და 2000 მეორე პუნქტში, ქვეპუნქტში უпростоრად 2027 წლის 1 იანვრის ნაცვლად 2028 წლის 1 იანვარი უნდა იყოს მითითებული. კი ბატონო. პირველი პუნქტის B ქვეპუნქტს გულისხმობთ. არა, ვადებთ. კი, გრიფირების ტექნიკა. კი ბატონო. და მუხლი მესამე. აქვე მეორე პუნქტის G ქვეპუნქტში იქნება ასევე დაზუსტება 27-28-ის ნაცვლად იქნება 28-29. და მუხლი მესამე. მუხლ მესამეში რედაქციული ხასიათია თავდაცვის ნაწილიდან გამომდინარე უბრალოდ გადანომრა მოხდება და ეს პუნქტი იქნება მითითებული და მესამე პუნქტში იქნება ამოქმედების თარიღად თავდაცვის მუხლიც ანალოგიურად 2028 წლის 1 სექტემბრიდან. რომ თანხმედრაში მოვიდეს დანარჩენ ჩანაწერთან. 28 წლიდან ანუ გულისხმება რომ ახლა ვინც მე-11 კლასში არის. 2028 წლის 1 სექტემბრიდან. კარგი, დიდი მადლობა. მაშინ პირველ საკითხს დავაყენებ კენჭისყრაზე, ვინ არის მომხრე? მადლობა.
გადავიდეთ უკვე მეორე საკითხზე, უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. პირველ რიგში განვიხილოთ უმაღლესი განათლების კანონი. მუხლი პირველი პუნქტი. არ განხორციელებულა. მეორე პუნქტი. არ განხორციელებულა. მესამე პუნქტი. არ განხორციელებულა. მეოთხე პუნქტი. არ განხორციელებულა. მეხუთე პუნქტი. არ განხორციელებულა. მეექვსე პუნქტი. არ განხორციელებულა. მეშვიდე პუნქტი. არ განხორციელებულა. მერვე პუნქტი. არ განხორციელებულა. მეცხრე პუნქტი. არ განხორციელებულა. მეათე პუნქტი. არ განხორციელებულა. მე-11. არ განხორციელებულა. მე-12. არ განხორციელებულა. კი ბატონო. მეორე მუხლით არაფერი არ შეცვლილა. ის რაც გუშინ იყო მითითებული, ის ასახულია პირველივე მოსმენაზე გუშინ და შესაბამისად ეხლა მეორე მოსმენაზე უკვე აღარ დაჭერდა არანაირი ცვლილება. კი ბატონო, ამ პაკეტში შემავალი მეცნიერების ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი პირველი. ასევე არ განხორციელებულა. მუხლი მეორე. არ განხორციელებულა. მუხლი მესამე. არ განხორციელებულა. ხარისხის განვითარების შესახებ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი პირველი პუნქტი. არ განხორციელებულა. მეორე პუნქტი. არ განხორციელებულა. მეორე მუხლი. არ განხორციელებულა. დიდი მადლობა. ამით დავასრულეთ. თუ სხვა საკითხები არ გვაქვს, ესეც დავაყენოთ მეორე საკითხის დავაყენოთ კენჭისყრაზე, ვინ არის მომხრე? დიდი მადლობა. შეგვიძლია დავასრულოთ კომიტეტის სხდომა, წარმატებებს გისურვებთ და ჩემს კოლეგებს მოვუწოდებ, რომ პლენარულ სესიაზე მხარი დაუჭიროთ ამ უმნიშვნელოვანეს რეფორმას. წარმატებები. მადლობა. მადლობა.